მოგესალმებით. ლატვიაში მუნიციპალური არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ აჩვენა ის ორმაგი სტანდარტები, რომლითაც ევროკავშირი და კონკრეტულად ლატვია ხელმძღვანელობს. ეს ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან ურთიერთობას ეხება. ლატვია და ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ავანგარდში არიან. სამივე ქვეყანა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის ყველაზე აგრესიული მარიონეტები არიან ყველა იმ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელიც დამკვეთებს აქვთ გასატარებელი. იქნება ეს უკრაინაში ომის გახანგრძლივების მხარდაჭერა თუ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება, ყველგან Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მარიონეტის სამი ქვეყანა, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი დგანან. ასე არის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკრატებს საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისტერია ჰქონდათ ატეხილი, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა, თურმე სადღაც ვიღაცას გაჟონვა დაუნახავს, მაგრამ ვის ეს ვერ დაადგინეს. და ამ მოგონილი ბრალდებების საშუალებით სურდათ არჩევნების დელეგიტიმაცია და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ქუჩის პროტესტით მოშორება. ამ ფონზე რაც ლატვიაში მოხდა, სრული კატასტროფაა. ლატვიაში მუნიციპალური არჩევნები 7 ივნის ჩატარდა. არჩევნების ხმების დათვლის დროს ხმის მთლელ მანქანებს პრობლემა შეექმნა და ბიულეტენები ხელით დათვალეს, თუმცა ხელით დათვლის გადაწყვეტილება გვიან მიიღეს. იმ დროს, როდესაც საარჩევნო უბნები უკვე დახურული იყო, საარჩევნო კომისიის წევრები კი სახლებში იყვნენ წასული. დათვლა 3 დღე მიმდინარეობდა და შედეგები მხოლოდ 10 ივნის გახდა ცნობილი. მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ლატვიამ ვერ უზრუნველყო არჩევნების ორგანიზება და ჩატარება, რამაც ლატვიაში სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების მანიპულაციისა და შედეგების სანდოობის მიმართ. თუმცა ლატვიის არჩევნებს არც ევროკავშირი, არც ბალტიის ქვეყნები და არც ვაიმარის სამკუთხედი არ გამოხმაურებია. არც ერთი სიტყვა არჩევნების მანიპულაციაზე, არც გამოძიებისა და არც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. არც დაფინანსებული პროტესტი ლატვიის ქუჩებში, არც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი რადიკალი აქტივისტები. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ლატვია ყოველთვის ზუსტად ასრულებს Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის ყველა დავალებას. შეიძლება ითქვას, რომ ამ დავალებების შესრულება ხუთიანზე გამოსდით, ვინაიდან ევროკავშირში პირველი ღიად გეი პრეზიდენტი სწორედ ლატვიას ჰყავს. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური ორგანიზაცია, ზე სახელმწიფოებრივი და ზე ეროვნული სტრუქტურებით და მიზნად ისახავს ყველა იმ ღირებულებასთან ბრძოლას, რომელზეც ევროპა იდგა. ტრადიციული ცხოვრების წესი, ოჯახის ინსტიტუტი, ქრისტიანობა, ევროპული იდენტობის შენარჩუნება, ევროპული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტი. ეს ყველაფერი Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის გასანადგურებელ მიზანს წარმოადგენს. სამაგიეროდ უნდა შეიქმნას მართვადი ქვეყნები, გეი და სხვა LGBT იდეოლოგიის მქონე ლიდერებით, რომლებიც გააკეთებენ იმას, რასაც დაუკვეთავენ. ეტყვიან, რომ არალეგალური მიგრაცია თურმე კარგია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შობადობა არის დაბალი. გახსნიან საზღვრებს და სრულად მართული მედია საშუალებებით დაიწყებენ მტკიცებას, რომ დაბალი შობადობის წამალი არალეგალური მიგრაცია ყოფილა. დაკვეთა იქნება იმის მტკიცება, რომ ბუნებაში არავინ იცის ადამიანი ქალად იბადება თუ კაცად და სქესი არა ბიოლოგიური მოცემულობა, არამედ სოციალური არჩევანია. რინკევიჩი და მისი მსგავსი ლიდერები ზუსტად იმავე სწავლებას დაიწყებენ სკოლებში, ბაღებსა და ბაგა-ბაღებში. რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებსა და საქართველოსთან შედარებას. საქართველოში მანამ სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა ელექტრონული წესით, რამდენჯერმე გაიტესტა ელექტრონული სისტემა, ისევე როგორც ხმის მთვლელი აპარატები. წინასწარვე იყო გამზადებული სათადარიგო აპარატები იმ შემთხვევისთვის, თუ კი რომელიმე უბანზე ხმის მთვლელ აპარატს პრობლემა შეექმნებოდა. ელექტრონული წესით ჩატარდა არჩევნები შუალედური არჩევნების რამდენიმე უბანზე და მხოლოდ შემდეგ დაგროვებული გამოცდილებისა და პრაქტიკის გამოყენებით სამაგალითოდ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ ვინმესგან იმაზე საუბარი, რომ აქ საქართველოში არჩევნების ჩატარებას რაიმე ხარვეზი ჰქონდა,
მხოლოდ სასაცილოა. რაც შეეხება ლატვიას, აქ საქართველოს უზარმაზარი უპირატესობა რომ აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან შედარებით, ამას მტკიცება უკვე აღარ სჭირდება. ბოლოს და ბოლოს უკვე ლატვიაში ვინმეს ევალებოდა ელექტრონული არჩევნების ორგანიზება, ყველას თანამდებობის დატოვება მოუწია. ლატვიის ჭკვიანი მართვისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ციფრული განვითარების სახელმწიფო მართვის დირექტორი და CSKO-ს თავმჯდომარე. სამივე წავიდა თანამდებობიდან. თუმცა ლატვიის ხელისუფლება ჩავარდნილ არჩევნებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და არც ახალი არჩევნების დანიშვნას აპირებენ. პრინციპში მათ ამას არც არავინ სთხოვს. მთავარია ქვეყანაში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის დავალებების შემსრულებელი პოლიტიკური ძალები დარჩნენ სათავეში და დემოკრატიას ისედაც უკვე დიდი ხანია მხოლოდ ურჩი ქვეყნების დასჯის ინსტრუმენტად იყენებენ. ლატვიაში საარჩევნო კრახის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. უკვე ყველგან ევროკავშირის ტერიტორიაზე არჩევნების დროს რაღაც უჩვეულო და აუხსნელი ხდება. გამონაკლისი არც ლატვიაა. ადგილობრივი არჩევნები 7 ივნისს მოძველებული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები უბანზე ცხადდებიან და ბიულეტენებს ურნებში ათავსებენ. ელექტრონული სისტემა მხოლოდ ხმების დათვლის ნაწილშია ინტეგრირებული. და აი საარჩევნო უბნები იხურება და წესით ბიულეტენების დათვლა უნდა დაიწყოს. მაგრამ ღამე პროგრამაში რაღაც შეცდომა ხდება. პროცესი იჭედება. ქვეყნის მასშტაბით ბევრ უბანზე, მათ შორის პირველ რიგში რიგაში, ძვირადღირებული დათვლის ელექტრონული აპარატები მწყობრიდან გამოდის. CSKO დუმს და სანამის ბიულეტენების ხელით გადათვლის ნებართვას გასცემს. ლატვიაში ქაოსი იწყება. ზოგან უბნებს ხურავენ და საარჩევნო კომისიის წევრები სახლებში მიდიან. ზოგან არ იციან რა გააკეთონ და შემდეგ დირექტივებს ელოდებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი დიდხანს დუმს. განცხადებას სისტემის კოლაფსიდან დაახლოებით 3 საათში აკეთებს. ჯერ საარჩევნო ადმინისტრირების სააგენტო აღიარებს. საარჩევნო ადმინისტრირების სააგენტო აღიარებს, რომ ახალი ხმების დათვლის სისტემა ვერ მუშაობს, ამიტომ ხმები უნდა დაითვალოს ხელით. შემდეგ CSKO აცხადებს. საარჩევნო ადმინისტრირების სააგენტომ აღიარა, რომ ხმების დათვლის ახალი სისტემა არ მუშაობს, ამიტომ ხმების დათვლა ხელით მოხდება. მძიმე სამუშაო დღის ბოლოს და მძიმე სამუშაოს დაწყების წინ საუბნო კომისიის თანამშრომლებს შესვენების უფლებას მისცემენ. 75 საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი დაიანა გულბინა ლატვიის ტელევიზიასთან საუბარში იტყვის. საარჩევნო უბნის თანამშრომლებმა სახლში წასვლა გადაწყვიტეს, რადგან მათ ბიულეტენების სკანირება ვერ შეძლეს. რიგის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი მარის ზვიედრისი ლეტას ატყობინებს, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანს სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. საათობით უსარგებლო ლოდინს სახლში წასვლა არჩიეს. უბანი CSKO-ს გადაწყვეტილებამდე დახურეს. რა ხდება, როცა სისტემა მოულოდნელად მუშაობას წყვეტს? გონივრული ეჭვია ვიფიქროთ, რომ მანიპულაციებია. შედეგები საიტზე რამდენიმე საათში კი აღარ იტვირთება, არამედ რამდენიმე დღეში. 7 ივნისს არჩევნები ტარდება. 10 ივნისს საბოლოო შედეგები ქვეყნდება. ხელით დათვლის დედლაინს CSKO სამჯერ გადაწევს. ხელით ბიულეტენების დათვლას 3 დღე მოანდომეს. ასე რომ ეჭვებისთვის საფუძველი საკმარისზე მეტიც იყო. რა თქმა უნდა, მთავარი ბრალდებული CSKO-ს თავმჯდომარე იქნება. ქვეყნის პრეზიდენტით დაწყებული და სეიმით დასრულებული ყველა პირველ რიგში კრისტინე საულიტეს გააკრიტიკებს. ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი საარჩევნო პროცესით უკმაყოფილოა. სოციალურ ქსელ Facebook-ში ის ამომრჩევლს მადლობას უხდის. CSKO-ს კი აკრიტიკებს. სამწუხაროდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრულმა განვითარების სახელმწიფო სააგენტომ ვერ გაართვეს თავი პროცესის ორგანიზებას. საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რათა მომავალ წელს საკანონმდებლო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სალინეც პირველ რიგში ხელს CSKO-სკენ იშვერს და უკმაყოფილებას მძაფრად გამოხატავს. ეს სიტუაცია მიუღებელია. სისტემა უნდა იყოს არამარტო უსაფრთხო, არამედ დამოწმებული და საკმარისი სიმძლავრის მქონე. მსგავსი გაჭიანურება შეფერხებების სისტემაში მიუღებელი და დაუშვებელია. მე მოვითხოვ პასუხისმგებელი პირებისგან მკაფიო პასუხებსა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იწყება დამნაშავის ძებნა. CSKO-ს თავმჯდომარე ხელს მაშინვე ციფრული განვითარების სააგენტოსკენ იშვერს. ციფრული განვითარების სააგენტო კი CSKO-სკენ. ჭკვიანი მმართველობისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ინგა ბერზინა იტყვის, რომ პროცესზე პასუხისმგებელი CSKO-ა, მაგრამ როგორც სააგენტოზე ზედამხედველი პირი სააგენტოს თავმჯდომარეს დაითხოვს.
ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ინსტიტუციურად ვარმის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პასუხისმგებელია ტექნიკურ ნაწილზე და ჩვენ ვხედავთ, როგორ არ იმუშავა ამ პროცესმა და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პასუხისმგებელი ცალსახად ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, რადგან სწორედ ის წყვეტს თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზება. ამის მიუხედავად ეს ვარმის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც უნდა ჩატარებულიყო, ამიტომ მე გადავწყვიტე სააგენტოს დირექტორის გათავისუფლება. ხმის დათვლის ელექტრონულ სისტემაში მილიონები დაიხარჯა. გამოდის რომ ფუჭად, ხელით დათვალეს. ხელისუფლებას კი ისიც არ შეუძლია მიზეზი დაადგინოს. პროცესზე პასუხისმგებელი ფიგურები თავს პასუხისმგებელ პირებად არ მიიჩნევენ. ციფრული სააგენტოს დირექტორი, გადაყენებული იორენს ლიოპა კომენტარს არ აკეთებს. მინისტრის ქმედებების შეფასება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამიტომ ამასთან დაკავშირებით მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. ცესკოს თავმჯდომარე კრისტინე საულიდე. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთე, ახლა კი მე მკიდებენ ყველაფერს, რაც ჩემს კომპეტენციაში საერთოდ არ შედის და ეს ძალიან მარტივია, რადგან მე არ მაქვს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა, მე თეთრი ბეღურა ვარ. ცესკოს თავმჯდომარე დიპლომიანი კრიზის მენეჯერია, თუმცა ვერც საარჩევნო პროცესის დროს მიიღებს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას და ვერც მის წინააღმდეგ აგორებულ ხმაურს უმკლავდება. ჯერ იტყვის, რომ მზად არის გადადგეს, მეორე დღეს გადაიფიქრებს. არა, ჯერ კიდევ ვფიქრობ, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მაგრამ მერე ისევ მოიფიქრებს და საბოლოოდ თანამდებობას დატოვებს. თუმცა წასვლის წინ დიდ ინტრიგას ააგორებს. იტყვის, რომ სისტემაში შესაძლო ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მას განზრახ დაუმალეს. ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებს აეკრძალათ ჩემთვის სიმართლის თქმა იმის შესახებ, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები. უბრალოდ ითქვა, ნუ ეტყვით სიმართლეს საარჩევნო კომისიას. ეს ადამიანი დღეს ჩამოშორებულია თავის საქმიანობას. საულიდე ციფრული განვითარების დირექტორს გულისხმობს, რომელიც უკვე გადააყენეს. საერთოდაც იტყვის, რომ სისტემის გაუმართავობასთან დაკავშირებით მცირედი ეჭვიც არ იყო. ჩვენ რომ მცირედ ეჭვი მაინც გქონოდა, რომ სისტემა მზად არ იყო, ან რაღაც შეიძლებოდა არასწორად წასულიყო, გადაწყვეტილებას პარასკევს მივიღებდით და ვიტყოდით, რომ ხმების დათვლა განხორციელდება ხელით. მარის ზვიდრისი იტყვის, რომ მცირედი ეჭვიც იყო და ღია პრობლემებიც, მაგრამ ისინი დააიგნორეს. სიგნალები არჩევნების IT სისტემის ხარვეზების შესახებ ჯერ კიდევ მარტში იყო, მაგრამ უგულებელყვეს. დეპუტატი ილზე სტობოვა რბილად რომ ვთქვათ გაოცებულია. არჩევნებიდან მეოთხე დღეს აღმოაჩენს, რომ თურმე სისტემას ტესტირება ერთხელ ჩაუტარდა და ისიც უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ბოლო ღამეს ტესტოთ. ეს როგორ შეიძლება საერთოდ, კეთილო ხალხო? პროცესის მიმართ უნდობლობას არჩევნებში მონაწილე პარტიებიც აფიქსირებენ. და ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ხდება. თუმცა ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი მღელვარებისთვის საფუძველს ვერ ხედავს. პრობლემების მიუხედავად პრეზიდენტს პროცესისადმი ნდობა მაინც აქვს. ირწმუნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებმა და სხვა კომპეტენტურმა უწყებებმა უკეთ იციან. ისინი კი თურმე არჩევნების ხელახლა ჩატარების მიზეზებს ვერ ხედავენ. იყო პრობლემები არჩევნების ორგანიზებასთან, ხმების დათვლის ორგანიზებასთან და იმასთან, რომ გადაწყვეტილება ხელით დათვლასთან დაკავშირებით დროულად არ იქნა მიღებული. თუმცა ის პრობლემები, რომლებიც ხმების დათვლის პროცესში წარმოიშვა, არ ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებს ვერ ვენდობით. საიმის სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობების კომისიის თავმჯდომარე ოლეგ ბუროვი. ეს არჩევნები აჩვენებს სრულ ქაოსს, სრულ ფიასკოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის სრულ უუნარობას, უმეცრებას და უპასუხისმგებლობას. კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მთლიანად ელექტრონულად ატარებს. საარჩევნო პროცესში არანაირი ხარვეზი არ ფიქსირდება. ევროკავშირის წევრ ლატვიაში კი მხოლოდ ხმების დათვლის აპარატები შეიძინეს და ისიც ვერ აამუშავეს. ედგარს რინკევიჩი ლატვიის არჩევნებით მაინც კმაყოფილია. გამოძიების ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს და დღის წესრიგში არც ხელახალი არჩევნების დანიშვნას აყენებს. სამაგიეროდ უკიდურესად უკმაყოფილოა ქართული საარჩევნო პროცესით. ბალტიის სხვა ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებს. საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს და ხელახალი არჩევნების დანიშვნასაც. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დავით გამოირჩა, რაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვითვალისწინებთ ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ.
მძიმედ შეშფოთებულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მისთვის საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც გამჭვირვალე იყო და არც სამართლიანი. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოძიებული იყოს გამოვლენილი დარღვევები და უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საარჩევნო პროცესებში ნდობა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ღელავენ ევროპარლამენტშიც. რიჰარდ კოლცი ევროპარლამენტარი ლატვიიდან ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებას დემოკრატიის შეურაცხყოფას უწოდებს. დღევანდელი ასე წოდებული ფიცის დადება ქართული ოცნების მარიონეტული რეჟიმის მიერ დემოკრატიის შეურაცხყოფაა. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ლიდერი, რომელიც თავის ხალხთან დგას და არა მათ წინააღმდეგ. კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო არჩევნებს ელექტრონული სისტემით პირველად ჩაატარებს, მაგრამ მთელ პროცესს ამომრჩეველთა იდენტიფიკაციიდან ხმების დათვლამდე სრულად ციფრულს ხდის. ეს სისტემის გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. ევროკავშირის წევრ ლატვიაში კი პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილი გააციფრულეს და ისიც ვერ ამუშავეს. ქვეყანა ქაოსში იძირება, მაგრამ ბრიუსელი თავს მაინც მშვიდად გრძნობს. არც ერთი განცხადება, არანაირი შეფასება, არც ერთი სიტყვა, სრული დუმილი. ახლა შევხედოთ, როგორი აგრესიული და ზოგ შემთხვევაში არაადეკვატური განცხადებები გაკეთდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოოდირი ვერ განაცხადებს არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი. ეს ჩვენი მოვალეობაა. არა და სისტემა უშეცდომოდ მუშაობს. ცესკოს თანამშრომლები არც უბანს კეტავენ, რომ სახლში წავიდნენ. არც შესვენებას აცხადებენ, რომ შუქები ჩააქრონ. არც ქაოსი იქნება და არც რაიმე გაუგებრობა. მაგრამ ბრიუსელი მაინც უკმაყოფილოა. ეს ყველაფერი კი დიდი გამოცანა იქნებოდა უკვე მიღებული გამოცდილება რომ არა. ეს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის სტანდარტია. მაგალითად, მოლდოვაში მაია სანდუ საპრეზიდენტო არჩევნებს საკუთარ ქვეყანაში წააგებს. მაგრამ ღამე ბრიუსელი კიშინიოვში ზუსტად იმდენ ბიულეტენს გააგზავნის დიასპორის ხმებიდან, რაც მისი ფსონის გამარჯვებისთვის საჭიროა. და უკვე დილით სანდუს გამარჯვებულად აცხადებენ. არც დემოკრატიის შეურაცხყოფა ახსენდება ვინმეს და არც ამომრჩევლის. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ ნამდვილ სპეცოპერაციას ჩაატარებენ. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის საბჭო განაცხადებს, რომ TikTok-ი უპირატესობას კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს ანიჭებდა. ითქვა, რომ ეს ციფრული შეტევაა რუსული წყაროებიდან. გამოძიებას დაიწყებენ. არჩევნებს საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინებენ. თანაც მეორე ტურამდე 2 დღით ადრე. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ არანაირი რუსული წყაროები და ციფრული ომები არ არსებობს. თუმცა ჯორჯესკუს არჩევნებიდან მაინც მოხსნიან. ბრიუსელი ამაზეც თვალებს ხუჭავს. თუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ deep state-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს არ მიყვები, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ღია იქნება პროცედურა, რამდენად გამჭვირვალე სისტემას შექმნი ან რამდენად დადებითად შეაფასებს პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები. ბრიუსელი მაშინვე იწყებს ხალხის ნების წინააღმდეგ სიარულს. სანქციებით იმუქრება, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით გვაშანტაჟებს. ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ deep state-ი, ანუ გლობალური ომის პარტია, ზომავს არჩევნების დემოკრატიულობას და აცხადებს გამარჯვებულს. ყველაფერი მხოლოდ მის პოლიტიკურ დღის წესრიგს ექვემდებარება. ყველგან იმ ფიგურებმა უნდა გაიმარჯვონ, ვინც LGBT+-ებს ლობირებს. უკრაინაში მხარს ომს უჭერს. ლატვიაშიც ასეა, ვინც იმარჯვებდა ეთყობა მათთვის მისაღები არ იყო. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ღამე სისტემამ არ იმუშავა და მერე 3 დღე ბიულეტენები ითვალეს. რიგას ახლა ლიბერალი მერი ეყოლება. ვილნის კირში უკვე აირჩიეს. ბრიუსელი ისევ დუმს. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის ქმედებები ორმაგ სტანდარტებსა და ობიექტური სამართლიანი ღირებულებების ნგრევაზე გადის. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება მიუღებელი ხელისუფლების მქონე ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზების მცდელობები. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში სამაგალითოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დაიწუნეს, მაგრამ ლატვიაში ჩავარდნილი არჩევნები არც არავინ შეიმჩნია. გეგონება დიდი არაფერი მომხდარა, უბანზე აპარატი გაფუჭდა, მერე ხელით დაიწყეს დათვლა. რა დათვალეს და არ დათვალეს, ამას აღარავინ დაუწყებს ძებნას. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათზე და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.